კარგი, აი სიახლა რომელიც შეიძლება გამოგადგეთ. რა მოხდება თუ ჩვენ ალიღებთ ტერმინს fake news-ი და მოვიშორებთ მას. მის ნაცვლად კი სხვა ეტიკეტს მივანიჭებთ, მაგალითად იმას, რასაც მე უწოდებ ემოციურ სიახლეებს, რადგან დარწმუნებული ვარ ყველავ თანხმდებით, რომ იმ ემოციებს, რომლებიც fake news ახლავს, ნამდვილად რეალურია, ხო ასეა? მაგრამ ლოგიკა იმ ემოციების უკანმდომი არგუმენტები, ხო იცი, ეს უკვე საეჭვოა. დარწმუნებული ვარ, ამ საკითხში ყველა ერთმანეთის წინააღმდეგ ვიქნებით. მაგრამ ერთ რამეზე ყველავ თანხმდებით, როცა საქმე fake news ეხება, იმ ადამიანების ემოციები, რომლებიც ამას გამოხატავენ, ნამდვილად რეალურია. და რა ხდება, როცა მაგალითად გვაქვს სახელმწიფო მედია, რადგან სწორედ ეს არის, ხო ასეა? ის ისრისქვებს იმაზე, რასაც fake news ეძახიან, ხომ ასეა? ეს რას აკეთებს? თითქოს ზღვარს უსვამს, არა? ეს ზღუდავს, ავითროებს, უარყოფს მას, როგორც არამნიშვნელოვანს ან თუნდაც აზიანოს, ხო ასეა? მაგრამ პრობლემა ისაა, რომ აშკარად ემოციები ნამდვილად რეალურია. და ყველა მიცით რა ემართებათ ბევრ ადამიანს, როცა ველა ხერხებენ თავისუფლად გამოხატონ საკუთარი თავი, ხომ ასეა? ისინი უბრალოდ ახშობენ ამას, სანამ ერთხელ არაფერი ხდება, ხომ ასეა? ხშირად კი ეს ჯანსაღადაც კი ხდება, არა? ასე რომ მგონი ამ პოსტის მიზეზიც ისაა, რომ მივხვდი დავიწყე კითხვა, რა არის ახალი ამბავი, ხომ ასეა? რადგან ყოველთვის ტრადიციულად უყურებდი ახალ ამბებს ტელევიზორში, ხომ ასეა? მაგრამ ახლა მგონია უფრო სამართლიანია ვთქვათ, რომ ასეთი ტიპის ახალი ამბები უფრო მისაღებია, რომ სახელმწიფო ახალ ამბებად მოვიხსენიო. ხოლო ის, რასაც ადრე ყალბ ახალ ამბებს ვეძახდით, მგონია უფრო სამართლიანია, რომ ემოციურ ახალ ამბებად მივიჩნიოთ. და მერე მივცეთ ადამიანებს საშუალება თვითონ გადაწყვიტონ, რა არის ნამდვილი ახალი ამბავი. ახლა, ჩემი პერსპექტივიდან, როგორც ყოველთვის ვექცეოდი ამას, ის იყო, რომ არასდროს მიცდია. ყოველთვის ასე ვიყავით. ალბათ იმიტომ, რომ მაქვს ADHD, ასე მგონია, მაგრამ არ ვიცი. უბრალოდ ასეა. თუ მართლა მინდა რაღაც ვისწავლო ან გავიგო, გულწრფელად მაინტერესებს, მაშინ ვეძებ და ვსწავლობ. უბრალოდ ვეშვები ამაში, ხო ასეა, მაგრამ არა ერთი წყაროდან, არამედ ბევრი წყაროდან. და სწორედ ასე უნდა მიუდგე, თუ სიმართლეს ეძებ, ყოველთვის უნდა ეცადო, რაც შეიძლება მეტი წყარო ამოცურო, ხომ ასეა? სინამდვილეში ეს ძალიან გავს იმას, რაც ახლა ცხოვრებაზე ვიცი. ჩვენ, ვინც გავიღვიძეთ და გვინდა ერთმანეთი გავიცნოთ, საკუთარი თავი გავიცნოთ, ხო ასეა, სხვადასხვა წყაროს ფრაქტალებსა და ანარეკლებში. ანუ, ასე ხო მართლა კარგ ამბებს იგება რა? და ალბათ ამიტომაცაა, რომ სახარებასაც ბევრი სხვადასხვა მოციქული და ადამიანი ყვება, რადგან ეს რაღაც ძირეული, უნივერსალური ჭეშმარიტებაა მგონი, ხომ ასეა? ხო, უბრალოდ რაღაცა მედია.